მინდა წაგიკითხოთ წერილი, რომელიც დღეს მზია ამაღლებელმა გამოგვიგზავნა და ეს წერილი მზია ამაღლებელი. დიახ, ეს არის მზია ამაღლობელის წერილი, რასაც მე ახლა ვკითხულობ და მას ასე ბათუმში, ოცნების ქალაქში მომხდარი ტრაგედიის ორი არასრულწლოვანი ბავშვის თხრილში ჩავარდნის და დაღუპვის ფონზე ჩემს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე საზოგადოების წუხილის მოსმენა წარმოუდგენლად მძიმეა ჩემთვის. ამ დღეებში ექიმების დახმარებით შევეცდები როგორმე შევძლო კვების აღდგენა. სინდისის პატიმრებს, თემურ ქათამაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს მადლობა სოლიდარობისთვის. თხოვ მათაც შეწყვიტონ შიმშილობა. განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გრძნობ ჩემი თანამოაზრეების, კოლეგების, მეგობრების და ოჯახის მიმართ. არ მინდა ჩემმა შიმშილობამ დაგასუსტოთ. თქვენ ჩემს ნაცვლადაც უნდა იბრძოლოთ. ეს იყო მზია ამაღლობელის წერილი, რაც ცოტა ხნის წინ მივიღეთ აი ამ დაწესებულებიდან. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, ეს არის ჩემი დღევანდელი. ქალბატონო, რა ვიცით მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით საკმაოდ მძიმე იყო კლინიკური ხელმძღვანელის განცხადება გუშინდელი. დღეს როგორია მდგომარეობა? ამაზე თავის წერილში მე მინდა უბრალოდ რომ მადლობა უთხრა მზიას ამ გადაწყვეტილებისთვის. ჩვენ ეხა ბევრად ძლიერები ვართ ვიდრე მანამდე. ძლიერები იმისთვის რომ ვიბრძოლოთ როგორც მზიას, ასევე ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებისთვის. ძალიან დიდი მადლობა.